ომის შემდეგ ოპენჰაიმერი ბირთვული იარაღის ყველაზე ხმამაღალ კრიტიკოსად მოგვევლინა. ის ეწინააღმდეგებოდა უფრო ძლიერი წყალბადის ბომბის შექმნის მცდელობებს. აქედან იწყება მისი დაცემა. ფიზიკოსის ცოლის წერილებიდან ვიცით, რომ ჰიროშიმადან ძალიან მალე ოპენჰაიმერი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და მუდმივად მოწყენილი იყო. ამის შემდეგ ის დაბრუნდა ვაშინგტონში და შეიტყო მეტი იმის შესახებ, თუ რამდენად ახლოს იყვნენ იაპონელები დანებებასთან. მან ასევე შეიტყო მეტი თრუმენის ადმინისტრაციის დამოკიდებულების შესახებ. მთავრობას მეტი და კიდევ უფრო ძლიერი ატომური შეიარაღების შექმნა სურდა. ოპენჰაიმერი ფიქრობდა, რომ ეს შეცდომა იყო. ჯერ კიდევ 1945 წლის ოქტომბერში მან ფილადელფიაში საჯარო სიტყვა წარმოთქვა, სადაც აღნიშნა, რომ ეს იარაღი აგრესორებისთვის იყო. ფიზიკოსის თქმით, ეს ტერორისა და განადგურების იარაღი იყო. ოპენჰაიმერი საფრთხედ იქცა. ამან განაპირობა 1953 წლის მოვლენები, როდესაც მას უფლებები შეუზღუდეს. მეცნიერს სასამართლოზე წარდგენაც მოუწია, სადაც ის გარკვეულწილად საჯაროდ დაამცირეს კიდევაც. 1954 წელს სასამართლო პროცესის დაწყებამდე ოპენჰაიმერი აინშტაინს ეწვია, რათა ეთქვა, რომ ვაშინგტონში წასვლას გეგმავდა. ოპენჰაიმერმა აინშტაინს უთხრა, რომ რამდენიმე კვირით პრინსტონის უმაღლეს სასწავლებელში არ იქნებოდა, სადაც 1957 წლიდან 1966 წლამდე ოპენჰაიმერი დირექტორად მუშაობდა. ფიზიკოსი სასამართლოზე უნდა წარმსდგარიყო. აინშტაინი მიუბრუნდა მას და ეუბნება, რობერტ, რატომ ღელავ? თუ მათ შენი რჩევების გათვალისწინება არ სურთ, უბრალოდ ადექი და წამოდი. შენ ხომ მისტერ ატომური ბომბი ხარ. თუმცა ოპენჰაიმერმა უპასუხა, რომ მას თავისი სტატუსი უნდა გამოეყენებინა. მთავრობას იარაღის პოტენციალი და საფრთხე გააზრებული არ ჰქონდა. შესაბამისად, ოპენჰაიმერი იყო ის, ვინც მათ ამას აუხსნიდა. რეალურად ოპენჰაიმერს სურდა გავლენა მოახდინა მთავრობაზე და პრეზიდენტზე. აინშტაინისთვის ეს წარმოუდგენელი რამ იყო და მან იცოდა, რომ ოპენჰაიმერი საბოლოოდ დამარცხებული გამოვიდოდა. ამიტომ, როდესაც ოპენჰაიმერმა მისი კაბინეტი დატოვა, აინშტაინმა თავის მდივანს შემდეგი სიტყვები უთხრა: აი, ნამდვილი სულელი. საბოლოოდ აინშტაინი მართალი აღმოჩნდა. ოპენჰაიმერს ვაშინგტონში გავლენიანი მტრები ჰყავდა და მათ ის უბრალოდ გაანადგურეს. ცალკე საკითხია ის, თუ როგორ დაგვამახსოვრდება ოპენჰაიმერი. ბერძის თქმით, ეს საბოლოოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ შეიარაღებას. მთლიანობაში ოპენჰაიმერი ტრაგიკული ფიგურაა. მან შექმნა მასობრივი განადგურების იარაღი, რომ მასობრივი განადგურება შეეჩერებინა და ბოლოს ეს ინანა. ის ასევე მაკარტიზმის ყველაზე თვალსაჩინო